ჩვენ ახლა მივდივართ გადაცემა ქალების დროას ერთად სტუმართან, თამუნა აბრამიშვილთან, რომელიც არის პირველი ჯგუფის ინვალიდი. ცხოვრობს ისანში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე და მას ბავშვობიდან აქვს პრობლემა, კერძოდ დაბადებიდან მას არ აქვს ხელები. სწორედ ამიტომ ოჯახმა ის მიატოვა თავის დროზე და იზრდებოდა ბავშვთა სახლში. ამჟამად არც დაწესავი, არც ოჯახის წევრი არ ყავს, ცხოვრობს მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ხელების პრობლემა აქვს, მაინც ახერხებდა სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე მუშაობას და სწორედ ამით ირჩენდა თავს. მაგრამ ახლა სამწუხაროდ ის კომპანიები დაიხურა, სადაც მუშაობდა და ამჟამად არის უმუშევარი. როგორც აღნიშნე, ხელების პრობლემა აქვს და სარეცხის გარეცხვა ძალიან უჭირს, შესაბამისად მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის სარეცხი მანქანის ქონა, რაც ამჟამად არ აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ ჩვენ მოვახერხებთ და სარეცხის მანქანას შევუძენთ. მოგესალმებით, ედიტორის ეთერშია გადაცემა ქალების დროა. დღეს ჩვენი სტუმარია ძალიან საინტერესო ქალბატონი თამარა აბრამიშვილი, რომელიც ცხოვრობს ისანში, კერძოდ ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე და მას მთელი უბანი, მთელი სამეზობლო ძალიან კარგად იცნობს, ძალიან აქტიური ქალბატონია და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენ გადაცემაში მისი საუბარი ბევრი ქალბატონისთვის იქნება მისაბაძი მაგალითი. თამუნა, მოგესალმებით, მოგვიყვებით პირველ რიგში თქვენს შესახებ, თქვენი ბავშვობის შესახებ და მე ახლა ვცხოვრობდი ბავშვთა სახლში. მე დავამთავრე სკოლა, გადავედი სამსახურების მითითება როგორც მომეცა. კავშირგაბმულობაში მუშაობდი ქაღალდის ფაბრიკაში. მე მივყვები ჩემ დაიხურა ის სამსახურები, მივყვები უკვე ჩემ ცხოვრებას მეთითო. ვარ პენსიონერი, დახმარებას ვიღებ და მასე ვარ ტრიალებ ჩემ ცხოვრებას. თამუნა, თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით? ხა მე ნახე ოჯახი, მაგრამ იმდენად უკვე შევეშმაკ სიტუაციას. არ იყო ისეთი მითითება, როგორც მინდოდა დავანებე თავი. ამჟამად მარტო ხართ, ანუ ნათესავები ოჯახის წევრები არავინ არ გყავთ, ხო? არანაირი. ოჯახი ჩემი მე თვითონა ვარ. პატრონობაც მე თვითონ ვწევ ჩემ თავს. ვინ გეხმარება ხოლმე თამუნა? ძალიან ძნელია სახლში, სახლის საქმეების გაძღოლა თუნდაც. არა, მე თვითონ ტრიალებ. რაც საკითხები მე თვითონ ტრიალებ. არანაირი თაკილობა არ მაქვს. მე თვითონ საქმიანობ, როგორც ჩემი სიტუაცია შეეხება. სხვას რატო უნდა დაუწახო, როცა შემიძლია. ახერხებ მაინც ყველაფერს. ჩემნაირი ქვეყანაა, მაგრამ მაინც მე თვითონ ვღები ცხოვრებას. მე ისიც კი ვიცი, რომ თამუნამ ერთ ოთახში, რომელიც ოთახში თავად ცხოვრობს, პატარა ოთახში, რემონტიც კი თავისი ხელით გააკეთა. მე თვითონ გავაკეთე. დაქუჩებული პენსიით მე თვითონ გავაკეთე. აბა დაიმტვრა ფანჯრები, დიდმა ქარმა გამიტეხა. ესე ხوار დავჩებოდი ცაში. მიხედე ჩემ თავს მე თვითონ. ესე იგი თამუნა, რა სახის დახმარებას იღებ ფულად და რამდენად ყოფნის ეს თვიდან თვემდე, როგორ ახერხებ საჭმლის შეძენას, კომუნალურების გადახდას, ასევე სამედიცინო დახმარება თუ დაგჭირდება ან მედიკამენტური მკურნალობა, რამდენად წვდება შენი ყოველთვიური შემოსავალი ამ ყველაფერს? ახლა პენსია მაქვს 160. სოციალური მაქვს 60. ეს შემოწმებები რომ მიდის თვიურად და წელიწადში რაღაც თვეების მერე უკვე მიწყდება. ველოდები მერე იმ უბედურობას როდის ჩამერთვება ისევ ის სიტუაცია, რომ ხელი მოვაწერო მომცენის თანხა. 160 ლარი რა უნდა ვიმყოფინო. ეგრე ვიყავი 4 თვის განმავლობაში. ანუ 4 თვის განმავლობაში სოციალური დახმარება აღარ გეცემოდა. აღარ მეძლეოდა, იმიტომ რომ სანამ იმ ადამიანს არ მოუწერდი მე ხელს უფროსობას, ვერ მივიღებდი იმ თანხას. ანუ აგენტის გულის სოციალური აგენტები დადიან. პირველი ჯგუფის რო ესე 160 ექნება, მაშინ დამბლადაცემულს რამდენი ექნება? იგივე? აზრი არ აქვს ამათ იმას, კმაყოფას. გინდა ჩამირიცხონ ისინი რა აზრი აქვს ყოფნის. მაინც ვერ ირჩენ თავს. რა აზრი აქვს რო ირჩენ? რითი უნდა დადგე კარებში იმათ ხოლო. რა აზრი? 160 ვის უნდა იყოს? 60 ლარი რა აზრია? ადრე როგორც მითხარი, მუშაობდი ფაბრიკაში, ხო? კი, ქაღალდის ფაბრიკაში. და ეხლა აღარ ვერა დაიხურა უკვე ექსი. თურქებმა ითრიეს ექსისინი. ითრიეს თუ რავი იყიდეს. კავშირგაბმულობაც მაგათმა იმას აქნეს. გადაიტანეს თამანთიმაში.
სასტუმრო თუ რაღაცა გახსნა. როდესაც მუშაობდი, მაინც იქ სხვათა შორის კარგი კმაყოფილება მქონდა. კარგად გძნობდი თავს, არც მიჭირდა მაშინ. პენსიაც კი მქონდა რაღაცები. ეხლა უნდა ველოდო 160 როდის მოვია, 60 როდის რომ ან ტუფლი ვიყიდო, ან ჯანდაბა, ან რაღაცა. ვერ იმასიზ, ეს აზრი არ აქვს ცხოვრება. ან უნდა იყოს საერთოდ. საინფორმაციო სააგენტო ედიტორის და ჩვენი გადაცემის სახელით ყველა მაყურებელს, ვინც ახლა ამ გადაცემას უყურებთ, გთხოვთ, რომ გააზიაროთ ეს გადაცემა, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს. თქვენ ეკრანზე ხედავთ თამუნას საბანკო რეკვიზიტს, სადაც შეგიძლიათ რომ მცირეოდენი თანხითაც კი დაეხმაროთ მას, რადგან მისთვის ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.